მოგესალმებით მეგობრებო. ბოლო წლებში რომანტიკის ჟანრის მხატვრული ლიტერატურისადმი მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა მას შემდეგ, რაც ასეთი წიგნები სოციალურმა მედიამ და განსაკუთრებით TikTok-მა ტრენდად აქცია. თუმცა ყველაფერი დაღმა წავიდა, როცა მკითხველების ნაწილმა აღმოაჩინა, რომ ეს ნაწარმოებები, როგორ თქვა, თლად ნარჩევი ხარისხის არ იყო. მაგრამ რა იქნება თუ გეტყვით, რომ მსგავსი ნოველები TikTok-ზე გაცილებით ადრე დააფასა ქართულმა საზოგადოებამ? რა იქნება თუ გეტყვით, რომ ჩვენც გვყავს ჩვენი კოლინ ჰუერი? ინტერნეტში ბოდიალისას გადავაწყდი საიტს სახელად Maro G, სადაც ძალიან უცნაურ რეპორტაჟებს შორის ასევე ქართული ჰუერიზმის მთელი არსენალი ინახება. და დღეისათვის თქვენთან ერთად მინდა რომ გავეცნო ერთი მათგანიდან ამონარიც. ნამდვილად სამეცნიერო მიზნებით. და ვნახოთ რასთან გვაქვს საქმე. All right. Good morning America. თქვენ წარმოგიდგენთ პირველი შედეგი მართლა რასაც აგდებს არის Maro G ნოველები. ძალიან მომწონს ამ ნოველების სათაურები. სათაურებიდან ვეხვდებით როგორი ხასიათის ნაწარმოებები. თამაშიდან გასული, ქაღალდის რელიკვია, დავიწყოთ თავიდან. იქ ტორონტოში ნებათა ჭიდილი. მე მგონი მივხვდი რაც უნდა წავიკითხოთ. ნებათა ჭიდილი. ვიღაცები მომდევდნენ, ეს აშკარა იყოს. სხემაში შმათ თქოს ყელი გამიცივა. ისე მინდოდა დახოლება, მეტი რომ არ შეიძლება, მაგრამ პირმომწუმულით. You stupid. პირმომუწული თავს ვიკავებდი. ასე მეგონა დახოლების ხმაზე უცნობები უფრო ადვილად დამეწევდნენ. უნდა აღნიშნო რომ დაწყება არის საინტერესო. რაც არ უნდა იყოს, დაწყება არის საინტერესო, იმიტომ რომ ჩამithრია. არა, ამ გზით არ უნდა წამოსულიყავი, რა ჩერჩეტი ვარ, ვითომ გზას მოუჭრიმეთ. პირველი შემთხვევა იყო, როცა ფეხით გადავწყვიტე შინ დაბრუნება. თავს იმით ვიმედებ თბილისში ასეთი რამეები არ ხდება ქუჩაში, ადამიანებს თავს არ ესხმიან, მეთქი ბრო. რომელ თბილისში ცხოვრობ? ჩემი წაბლის ფერში გარდამავალი ოქროსფერი კულტურა. ჩემთვის ეს არის პირველი მინიშნება იმაზე, რომ მთავარი პერსონაჟი არის ერთგვარი ლიტერატურული სტერეოტიპი, რომელსაც უწოდებენ თანამედროვე ლიტერატურაში Mary Sue. ანუ Mary Sue არის მთავარი პერსონაჟი, რომელიც არის ყველანაირად იდეალური. აუცილებლად ყველას უყვარს, ყველას მოსწონს, საუკეთესოა, ყველაფრის გაკეთება შეუძლია დედამიწაზე აბსოლუტურად და პირველი ინდიკატორი იმისი, რომ პერსონაჟი არის Mary Sue, არის ის თუ როგორ საუბრობს ის საკუთარ თავზე. თუ აი ესეთი აღმატებული ტონით ლაპარაკობს, რა ჩემი ულამაზესი თვალები და ჩემი ულამაზესი თმები და რაღაცა ეგეთები, ესე იგი ორი ტიპია, ორი უგვანო მოძალადე, როგორც ავტორი აღწერს. ჩემმა შეყვირებამ გარემო შეძრა, რომელიღაცამ კლავში მწუდა და ჩემი ხელჩანთა ჩამოგდი. არა, რა ძალი და გონი მქონდა ამკილდი, მაგრამ ვინ გაიგონებდა ჩემს ხმას? ახლა უკვე ორივეს კარგად ხედავდი. ერთი მაღალი და გამხდარი იყო, მეორე დაბალი და მსუქანი. ბროს ლორელი და ჰარდი ძარცვავენ. ბროს ძმები ბლუზები ძარცვავენ. ეს არის იმის ინდიკატორი, რომ ეს ორი ჯიბგირის პერსონაჟი არანაირ დატვირთვას არ ატარებს ისტორიაში. გარდა იმისა, რომ მთავარი პერსონაჟი უნდა გამოჩნდეს ქალი გაჭირვებაში, ქალი საფრთხის წინაშე. და ეს საფრთხე არის დაგეგმილი არა იმისთვის, რომ გვაჩვენოს პერსონაჟის ხასიათი და ეს პერსონაჟი როგორ რეაგირებს საფრთხეზე, არამედ იმისთვის, რომ ეს გახდეს სცენა მთავარი სასიყვარულო ინტერესისთვის, ან მეორე სასიყვარულო ინტერესისთვის, ან ნებისმიერი 500 სასიყვარულო ინტერესიდან ერთ-ერთისათვის, რათა შემოვიდნენ და ეს ქალი გადაარჩინონ. ახორხოც და მაღალი და გამხდარი და მხრებში ჩამოფრინდა. ჩანთა მომეცი გიკო, რომელი იდიოტი მძარცველი მიმართავს ერთმანეთს სახელით ძარცვის პროცესში. იგივე წარმატებით რა შეეძლო ეთქვა, იცი? ჩანთა მომაწოდე გურამ ილიას ასულო აბდუშელიშვილო, დაბადებულო 1982 წელს და მე პირდაპირ მის პირად ნომერს ასახელებს, ხო აზე ხარ? იცი ვინც ხარ? იქ ჩანთა ფულით გექნება გამოტენილი. რაღაც გინდა? უფრო გჭირდება ვიდრე შენ. მამა შენი კიდევ მოგცემს სახლში რომ მიხვალ. შენთვის არავის უსწავლებია რომ რაც გაქვს სხვასაც უნდა გაუნაწილო. ASMR ძარცვა. აბარა, ჩვენ ხომ დიდრები არა ვართ, მხარეა უბამ ახალმა. ვაუ, წამოიძახა. ალექსი კი საუბრობენ ეს ძარცვა. ვაკელი მძარცველები არის. ვაუ. Slay girl. ჩემი ჩანსიდან ფული დააწვა. შეხედე გიკო, 50 ლარია მაგარია. 80 კავიგი და კიდო მანეთი. ტიტურა ბევრია. ალდუნას ახალგაზრდობა. რა ხდება აქ? მოულოდნელად ბნელი კუთხიდან ვიღაცის ბარიტონი გაიგო. ხო თქვი. შედრკდნენ. მაშინ წამოდგინა თავები იქითკენ მიაბრუნეს საიდანაც ხმა მოისმა. შედაც კი შევამჩნიე რომ ფიგურას იმდელი რომ გამოიყო, კარგი აღნაგობის იყო. ხალბატონო, ამაზე საფიქრელი დრო გააქვთ? და მე რა მაინტერესებს კიდე იცით? სანამ ეს აქ დადის წინ და უკან, ამ ეს ბიჭი წინ და უკან დადის, ესენი უბრალოდ ელოდებიან ძარცველები, რას მოიმოქმედებს? მაქს, შენ ხარ შეცა იდიოტები ხართ ხალხო?
რამდენად სულელები არიან ეს ძარცველები, ვინმე მომიხსენე. თან ორივე ხელი რატომაც მაღლა ასწია, თითქოს ნებდება, ნუ ნერვიულობ ყველაფერია. რა თქმა უნდა, ჩვენი ჩად, ალფა, ულტრა, მეგა, სიგმა, ომეგა მამაკაცი, რომელიც მოვიდა ქალის გადასარჩენად, მას ხელის განძრევაც კი არ ჭირდება, რა თქმა უნდა, ეგრევე ერთი მზერი, ორივე ძარცველი გაანეიტრალა, იმიტომ რომ დაინახეს და ეს ერთ წამი რა ქვიაო? Oh my god, bro. Oh, hell no, man. What the fuck, man? Get your ass up. Yo. ესეთი მოსაწყენია წლევანდელი სეზონი. მაგ რაღაცა გონია რომ ეხლა უნდა გავახმო, ანუ თავარი სასიყვარულო ინტერესი მაქსის ხმით. ბიჭმა რომელსაც მაქსი ერქვა, ჯერ იული მიმოფანტული ნოტების ფურცლები შეათვალიერა. 1 კილა Red Bull-ი ჩაცალა. მე კი მზერ ჩემზე გადმოიტანა. კარგად ხარ პატარო. აგინდა მართლა ვერთობი. კარგად ხარ პატარო, ხავერდოვანი ხმით ვკითხა. კარგი, ამდენ ღადაობაში გამომრჩა ის ფაქტი, რომ უცნობს პატარეთი მიმართავს. ლიზიობით წამოდექი. მაშინ მოდი აქ თავისთან მივიხმო მაქს. ნუ გეშინია ესენი 10 ხელს ვეღარ გახლებენ. ასე იგი Red Bull-ს იმდენად უჭირს ამ სეზონში, რომ მოუწიათ გაექირავებინათ ვერსტაპენი. რენდომ საგაზეთო ნოველისთვის. ის იყო მივახლოდი რომ უეცრად წინ კვეთრად გახტა, ხელი გაიქნია და ისეთი ლეწა სახელს დაბალსა და მსუქას რომ ეს უკანასკნელი მიწაზე გაიხურდა. აუ, ამაზე გამახსენდა მაგარი ინდური ფილმი, მაგას ჩავსვა მონტაჟში. მეგონა სული განუტევა, რადგან რამდენიმე წამი არ განცრეულა. ვინ არის ეს მისტიური პროტაგონისტი მამრი? Max Verstappen to One Punch Man. Max მარუპას ხომ მიახლოვდა და ღიმილით მითხრა. იმედია ცოტათი გამოგიკითხ. რა მოვიწყდება კარგით, ყოველ ჯერზე Verstappen-ის ხმას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ყელში მაგდენი ძალა არ მაქვს და მეორე კრინჯობა იქნება. ამიტომ შევურე Verstappen-ის ხმას და სტერეოტიპული CEO-ს ხმას. იმედია ცოტათი გამოგიკეთდა და ხასიათი არა სიტყვით და ჩაიცინა. დიდი მადლობა, ჩავილაპარაკებ ძიმედ და გახშებული სუნთქავთ თან ჩემ დაცარილებულ ჩანთებს ძალად უჭერდი ხელს. ჩემი ხსნელი ერთობ სიმპათიურად გამოიყურებდა. ალბატონო რა გჭირთ? გაბედე ერთხელ შემოყავი ცხვირი ჩემს უბანში და ხავრაც მოგივა. მაგ ცხვირზე წარბებამდე აგაჭრი. გაიგონე? გავიგონე. აკავრობას ახლოსაც აღარ გავეკარები ძმაო. ახლა კი დაახვიეთ აქედან. ამის თქმა და ორივე გიჟივით წამოხდა. მაინც წეღან არ კვდებოდნენ ესენი ძლიერი დარტყმისგან. მას ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და ინტერესით მათვალიერებდა. ჯერ ჩემ ჟაკეტში აულთვალე, მე ხელში ჩაპყუჯულ ცანთას, მე მზერე ავხალყო, სანაცე გადმოიტანა და ჩემს აყურას დააკოთა. ნამდვილი ბრილიანტის თვლებით მოვჭვილი რომ ბზინავ. მოიცადა ერთ წამი ამას ბრილიანტის საყურე ეკეთა მთელი ეს დრო. და ძარცველებმა პირველი რასაც მოკიდეს ხელი იყო ჩანთა და 50 ლარის დანახვა გაეხარდათ. ეგონათ რომ მთელი მათი მონაპოვარი იყო 50 ლარი. ეს არ შეუმჩნევიათ საერთოდ. ბრილიანტი. trade offer 50 ლარი ბრილიანტის საყურე. აქეთ როგორ მოხდა არასაჭირო დროს არასაჭირო დილას აღმოჩნდი ზუსტად დავითანხმდი წინ ჩამოშლილი თმა თავის გაქნებით ხრებს უკან გადავისროლე. რა ქვია გაბრიელა, მაგრამ ყველა გაბის მეძახის გაბი გაბელა. ლიტერატურას კიდე გაქვს მაგარი რომ როცა წერ შეგიძლია ნებისმიერი რამე დაარქვა შენ პერსონაჟს. მე მაქსიმ ქვია, გვარად ფანცულაია ვარ. ხედავთ როგორი ცუდი ნაწარმოებია? კრინჯი შეტევა. მანქანის შეკეთება შეგიძლიათ? არა მხოლოდ შეგიძლია ნებისმიერი გატეხილი გული შევაკეთო. დიდარი გოგოები ყველა ასე ფიქრობს. ატუდ მინდა ეგ აი აქ. დიდარი გოგოები, ზუსტად მაგ პუნქტუაციით და მაგ გრამატიკით. დიდარი გოგოები ყველა ასე ფიქრობს. ესე. მშობლები რა საქმიანობენ დაინტერესდა მაქსი. მაგრამ საინვესტიციო ფონდი აქვს, და საიუველირო მაღაზიის ფლობელია. ინვესტიციო ფონდი აქვს. პირამიდის სქემის ხელმძღვანელი. ეხლა იქნება მაგარი ამ მაქსის რეკრუტირებაც როსაც. ხო, იცი? მამა ჩემი სხვათა შორის აი ესეთი ბიზნესი აქვს, ინვესტიციის ფონდი აქვს. მაკიაჟებს თუ გაყიდი, ანუ კარიდან კარზე უნდა იარო და ხალხს შესთავაზე მაკიაჟები რა. და რაც უფრო მეც გაყიდი, მით უფრო მეც გამოიმუშავებ. და კიდე რაც უფრო მეტ ხალხს მოიყვან ჩვენთან, კიდე უფრო მეც გამოიმუშავებ. ხო. Okay, girl, bye. ეს ყველაფერი რაც მოგიყევი ზუსტად 9 წლის წინ მოხდა, ახლა 26 წლის ვარ და ცნობილი მოდელი.